განაჩენი გამოცხადდა პროევროპული საპროტესტო აქციებისას დაკავებული 8 პირის საქმეზე. მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მუხლი უფრო მსუბუქ 226 მუხლზე გადააკვალიფიცირა. ეს მუხლი გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან მასში მონაწილეობას. შემსუბუქებული მუხლის მიუხედავად მოსამართლემ გამოიყენა სასჯელის ყველაზე მკაცრი ფორმა პატიმრობა. 2 წელი და 6 თვე განისაზღვრა ზვია ცეცხლაძეს, ვეფხე კასხაძესა და ვასილ კაძელაშვილს. 2 წლით თავისუფლების აღკვეთა კი მიესაჯა დანარჩენ 5 პირს. დაცვის მხარის თქმით, გადაკვალიფიცირებულ მუხლში წაშლილია ზღვარი ორგანიზატორებსა და მონაწილეებს შორის, თუმცა დარჩენილია ჯგუფურობის კომპონენტი. ადვოკატები განაჩენის გასაჩივრებას აპირებენ. სააპელაციო წესით გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს ბრალდების მხარეც. პროკურატურა მიიჩნევს, რომ სასამართლოს განაჩენი უფრო მკაცრი 225 მუხლით უნდა გამოეტანა. სასამართლო პროცესზე გამოკლებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ თბილისში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ბრალდებულმა დააორგანიზეს და მონაწილეობა მიიღეს ჯგუფურ ძალადობაში. რის შედეგადაც ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო არაერთმა პირმა. დაზიანდა როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირების ქონება. აგრეთვე დაზიანდა თბილისის მერიის ბალანსზე არსებული ინფრასტრუქტურა. საქართველოს პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს სამოტივაციო ნაწილის ჩაბარების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ამ საქმეზე უნდა ყოფილიყო ერთადერთი გადაწყვეტილება, დამდგარი ეს არის გამომართლებელი გადაწყვეტილება, ვინაიდან ნებისმიერი გამომწყობებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ერთობლიობას და ეს მტკიცებულებები უნდა იყოს უტყუარი მტკიცებულებები. შესაბამისად ეს მინიმალური სტანდარტი ვერ იქნა დაკმაყოფილებული მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და სწორედ ამიტომ არის ის უკანონო და უსამართლო. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი პირდაპირ ადგენს, რომ არ შეიძლება გამომწყობელ განაჩენს ვარაუდი დაედოს საფუძვლად. ეს საქმე არის მხოლოდ და მხოლოდ ბრალდების ვარაუდი. აქედან გამომდინარე სასამართლო ვფიქრობ დღევანდელი მიღებული გადაწყვეტილება არის უკანონო, დაუსაბუთებელი და ვერ უძლებს იმ სტანდარტს, რაცაც ჩვენი კანონმდებლობა მას ავალდებულებს. ამიტომ ჩვენ გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად, ყველა ინსტანციას გავივლით და შესაბამისად ყველა მაღალ ასე ვთქვათ სტანდარტებს მივმართავთ, რომ საბოლოოდ დადგინდეს ჭეშმარიტი ობიექტურობა და ამ პირების მიმართ ის კანონდარღვევები, რაც თავარია, რაც 9 თვეა უკვე მათ მიმართ ხორციელდება. დაკავებულთა ოჯახების წევრები და მეგობრები ამბობენ, რომ ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებენ, ვიდრე პატიმრობაში მყოფი თითოეული პირი გისოსებს მიღმა იმყოფება. ძალიან საშიშ ეტაპზე გადავდივართ. მარადიულად აპირებენ დარჩენას ხელისუფლებაში. ეს უკვე კიმ ჩენ ინის სახელმწიფოა, ჩრდილო კორეას ვემსგავსებით. არ ვიცი მე, ვის აწყობს ეს? არც ოცნების მხარდამჭერებს არ უნდა აწყობდეთ ეს რეჟიმი, დიქტატურა, ტირანია ყველას ოჯახში მივა და აუცილებლად, არ ვიცი, სიცოცხლის ხალუს მოუსპობს ამ ქვეყანას. გამოფხიზლების დროა, ბრძოლის დროა. დღევანდელი დღე არის მეტი ბრძოლისა. ამათმა მოგწეს ჩვენ იმის შანსი, რომ ვიბრძოლოთ ისე, რომ ესენი ამდენხან 9 თვეა ვიბრძვით, 9 თვეა ვწვალობ და ვერ მივახციეთ მიზანს, ხო, გვაჯობეს? ვნახოთ ვინ ვის აჯობებს. ესენი იქით ბიჭები იქიდან იბრძვიან ამათზე მეტად. საქმის 8 თვიანი განხილვის მიუხედავად არც ერთ დაკავებულს ბრალი არ უღიარებია. სასამართლოს ხდომებზე მათ არაერთხელ უთქვამთ, რომ არ აპირებენ მიმართონ შეწყალების თხოვნით პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს.